გამარჯობათ მოგესალმებით. გადავიღებ ისევ დრიბლინგას ერთი კვირის მერე მოკლედ მოვიცალი და დავბრუნდი. მაგრამ თავიდან რომ გეტყვით იმას, რომ ონლაინ მატჩები აღარ იქნება. აი სრული ნაგავი რაც ვითამაშე, სრული ნაგავი. ეგ თუ არ გამოსწორდა მე მაგის თამაშებელი არ ვარ. იმიტომ რომ იმდენად ნაგავია რომ არ ვაპირებ რა ყოველ შემთხვევაში. პლუს ამას გუნდში არის განახლებები. Sony Harry Kane და Ronaldo ვიყიდე და Rodri და ეხა ვიყიდე ისა სად არის დონარუმა თავიდან ვიყიდე რა ედერსონი გავუშვი ძალიან დებილი მეგარია იქნება მხოლოდ დივიზიონის მატჩები რა 2-3 რავი გააჩნია თქვენ ნახვებს გააჩნია რა კაროჩე და ლაიქებს რა მაგ დივიზიონის მატჩების არა ონლაინი არა ეხა უშუალოდ თამაში ვხედავთ Sony Kane ისევ Sony ძალიან კაი ტრანსფერი გამოვიდა ტიპი ყველაფერს აკეთებს ჩე რა ვიცი რაც არ უნდა დაავალო პასი დარტყმა გაქცევა გამოგცევა ტიპი ყველაფერში 10-იანია Harry Kane ეს მოხდა არა როგორც ჩანს 10 მაგრამ ეგ არაფერი ცოტა გაცემული ვარ პლუს ამას აკვიდა რაფალეაო ოპაც ლეაოს გოლს პლუს აბ სეზონის ბოლოს ბომბარდირი ვიყოს ეგ თქვენ აირჩიეთ რა გუჩი კვარაცხელია ლეაო ჰაკიმი გიდა მეკარე საერთოდ რა თუ გიდათ ვეცდები მაქსიმალურად რა აი ჩელენჯის პონტი იყოს რა თუ მეკარეს საერთოდ მეკარეს გავხდი ბომბარდირს რაც ასე თუ ის ერთულია რა მეკარით ახლა გოლის გატანა თან ხვდებით პენალტები ჯარიმები და ეგეთ რაღაცები მეკარეს ზედა რა ბურთი მოხსნა ბიჭო ეს ვიყავს კარში საღოლ მეკარე დავი არა ვირა სპალეტი გაგვიბრაზდა მაგრამ ეგ არაფერი ახალ წუთელს მოვიყვარ გუჩი უფრო ახალგაზრდას რომ ცვლილებები გვინდა გუჩი აგერ Sony სპალეტი დაბერდა ბრატელი სეზონები და რაღაცები მომაგები და დაბერდა ბიჭო ჯარიმაზე ეს უკვე არ მომწონს ორტეგა აი ორტეგა შეფსანახ Sony წავიდა დრიბლინგი აბა ჰოპ ეგრე კეიდი საუ გაროჩი ნუ ხა იქნება მარტივი მატჩები მაგრამ მარტივი მაგრამ დიდი ვიდეო გამოვა რა საკმაოდ ორ მატჩს დაახლოებით 11 წუთი მინიმუმ მაგრამ ლაბაზი გოლები შეიძლება გავიდეს ლაბაზი მომენტები რავი ბევრი რაღაცა შეიძლება რა მოხდეს რა ეგ პლუსი ხა კარიერის პოტის თამაში და სულზე რა კაი პასი არ გააფუჭო აპარა კეიდმა რა კაი პასი გადაუშალა სოუს პიტაპი ერთ-ერთი დაპოვებეგარესთან მეორე ტაიმი ხო ჩელენჯებიც მომახოდიდეთ რა მე ჩელენჯი მომაფიქრებინეთ აი მაგალითად თელი სეზონი რომ მეკარები იტანოს მხოლოდ გოლები და შეგძლებ თუ არა ეგეც საინტერესოა ონლაინის თამაშებელები აღარ მართა მაგიტო გეუბნებით რა ძალიან გაადებილეს რა ეგ ონლაინი ვიც თამაშობთ და ვისაც გქონდა ეგ პრობლემა ალბათ და მეთანხმებით ყველა რომ ონლაინი ძალიან დებილობაა შვედიერი 4-0 რაც მეტი მით უგეთეს ეთი რეკორდი მაქვს 12-0 თუ არ ვცდები DLC-ში ყველაზე მაღალი ეს ვიდა ბიჭო კლარკი ჯოშ კლარკია მე რო ყავდა აჰუ ეგ თუ აზბა ვაფშე პირველად ყავდა ჯოშ კლარკი ბომბარდირზე თუ რა ერქვა ტიპი ურახუნებდა მარცხენას
შავიც ახალგაზრდა კაი ტალანტია. არა მე გაუშვი ხარ. წავიდა. ბიჭო არა 4 დროული. შეგიძლიათ ჩელენჯების პუჩი დავიწეროთ, რამდენი მოვიგო. და ბევრი რაღაცა შეგიძლიათ რა მოფიქრების პუჩი. არ გავა, ეგეთები აღარ გავა, უკვე რაც რომ დივიზიონი ისდება მეკარეებიც იმენა. დაფრჩიტები არიან ჩვეულებრივი. ახლა მე მაგალითად ერთი კაი აზრი მაქვს ჩელენჯის პუჩი. სეზონის მოგება მეკარეებით. მეკარებით რა მეკარით. ბომბარდირი იქნება მეკარე. რა დაარტყა ბიჭო ბარელასაო. აბა შეხირა გაუშვეჩ. ჩამოიხო და იგრევი შეისწორა დგაფა. რა კაი დაარტყა საუბრად. ჩელენჯი მიდა რა ჩელენჯი ჩემთავთან რა. ქვენი ჩემი რა სულ ერთია. უბრალოდ ჩემთავთან ჩელენჯი. ამ სეზონივეში შემიძლია რომ გავაკეთებინო მეკარის. რომ ვატანირო გოლები მხოლოდ მეკარის. თვაქაზრი არ ახლა ვერ დაეწევა ეს. ხო, მოკლედ, ეს ვიდეო არ იქნება და ეხლა დითხიან. და ამ ვიდეოს შემდეგ უკვე დაიწყება ვიდეოების მასიური დადება რა. აღარ იქნება ეს ერთი კვირა გადაცდები და რაღაცები. და ხო, 150 გამოწეზე ვართ. რაც შვედიერია და ბოლო ვიდეოს აქვს თორცები 30 ლაიქამდე. რაც კაი შედეგია რა. ბიჭი ბიჭო არა. და დაახლოებით 1000 რაღაცა ნახო აქვს და 30 ლაიქამდე შვედიერია. პატარა არხისთვის. და ძალიან ჰალანდი ბიჭო მოდი აქ. იტალა ფარა მარცხენა რაღაცა. ხო, შვედიერი ვიდეო გამოდის. შვედიერი. მოვიგეთ 6 ტოლი და ბონუსად რამდენი აბა მატჩი? შუთინგი 15-0-ზე. 72 ბრატ შვედიერი. ტრანსფერებში. ბელინგემი. ჯუდე ბელინგემი. ხო, ჯუდ ბელინგემზე დავიწერეთ ახლა რა ვქნა რა ვიყიდო არ ვიყიდო შემდეგი ვიდეოსთვის. როგორ იყოს ადგილზე. მაგრამ მესისთვის ვაგროვებ ფულს რა და ვაგიდო რა. მოკლედ, ეს ვიდეო ახლა ვარ გაიწელოს. ვართ მე-4 ადგილზე გვიდა პირველი ადგილი 1 წაგება გვაქვს 2 მოგება. ვის ერთი წაგება ძალიან წავაგებინე რომ გამოვსულიყავი რა. მაგრამ ვეცდები რომ პირველ ადგილზე გავიდე მაინც. და ჩელენჯების პოტი დავიწერეთ რა. აქ დივიზიონში ხ. ტოპსკორერში არის დეტომასი 3 გოლით. სოზ და ჰალაცა 2 გოლი. ასისტებში დეიუკი. ხო და ველოდები ხა თქვენს პასუხებს რა ბელინგემთან დაკავშირებით. ვიყიდო თუ არა და პლუს ამას ჩელენჯები და მადლობა ყველას კიდე 150 გამოწერისთვის. ბალი ალბათ 200-ზე წავალთ და რა ვიცი რა გაასწორებს. წავედი ხა.